მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მე მაქვს გაკეთებული კრადნიკებზე. ორი ვარიანტია თუ სამი აღარ მახსოვს. მოკლედ და ასე გადავწყვიტე. მოგესალმებით ყველა ჩემს გამომწერს და გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის ვაკეთებ. ყველას, ასე რომ სტუმრებო მოგესალმებით ჩვენს დიდ ოჯახში და გამოიწერეთ არხი, ისე არ იმოქმედებს მეგობრებო არავითარ შემთხვევაში. მოკლედ რა, იმის მიხედვით რომ გაიზარდა საზოგადოება, გავიზარდეთ ჩვენც ერთად მეგობრებო. ძალიან მოხარული ვარ, ყველას დიდი მადლობა გადმორიცხვებისთვის, რომ ნამდვილად სერიოზულად ეკიდებით თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს საქმეებს, რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე ხელშია, ბედი და წინ წაიყვანოთ, ეს ძალიან კარგია. მიხარია და მოკლედ დავიწყებ. იქნება სამი ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ სხვებზეც უყუროთ, მაგრამ იმ ადამიანის დაბადების წელი, რიცხვი მაინც თუ იცით უკეთესია. თუ არა და ისე სახელი დაასახელეთ, მაინც ვტვირთავ რომ იმოქმედოს, მოკლედ. მე ავანთებ ახლა აი ამ ჩემს სანთელს უცებ ავანთებ. მანამდე მოემზადეთ. ყურების დროს ჩემო მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ძალიან მოხარული ვარ, ნახეთ როგორ უჭირს. დღეს რისი თქმა მინდა, იცით მეგობრებო, ეხლა ველოდებოდი ზუსტად სანამ 12 საათი გახდებოდა, რომ მე შემოვსულიყავი ეთერში, რომ დამესწრო, უჭირს, ნახეთ, სანთლებს უჭირს. არა უშავს, გავააქტიურებ. გავააქტიურებ, ცოტა დროს წაიღებს, ნუ რა ვქნა, უჭირს, არ მიკვირს. იმიტომ რომ ბოროტი ძალები ხომ ებრძვიან თეთრ ძალებს მაგიაშიც და ისედაც, ხო? ასე რომ, ესე იგი, ნახეთ, ჩაქრა ისევ. ძალიან ცუდ დღეში გაქვთ ჯანმრთელობა, მინდა გითხრათ და უკვე ნახეთ იტირა სანთელმა იტირა, ხედავთ? აი, იტირა უკვე. ჯერ რიტუალი არ დაწყებულა, ჩემო მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დღეს ღამე არის 31 ოქტომბერი. ნახეთ, არ ეკიდება. რა უნდა ხო სანთლის ანთებას? არ ეკიდება. და ვთხოვ ცეცხლის ძალას, რომ დამეხმაროს, რომ გავააქტიურო და რა შვრება იცით? აი ნახეთ, ასანზე უფრო ჩქარა ეკიდება, ვიდრე ესე იგი მე უნდა წავუკიდო, მიხვდით? უფრო ჩქარა ეკიდება. ანუ ბოროტი ძალები არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ესე იგი მე თქვენთვის ჩავატარო რიტუალი, ნახეთ? მაგრამ მაინც მოუკიდებ. ნახეთ, აი ხელს მწვავენ მეგობრებო. აი ნახეთ, თქვენ წინ ხდება, ნახეთ რა სასწაულები ხდება, რომ ესე იგი არ დავიწყო რიტუალი და ნინიამ თქვენს გამო ესე იგი ენერგიები რომ შემოგწიროთ, ასე ვთქვათ, ჩემო უსაყვარლესო გამომწერებო. ნახეთ, უკვე იტირა სამი ვარიანტისაა, მიხვდით? აი, სამი ვარიანტისაა. ჯერ რიტუალი არ დაწყებულა და უკვე ტირის ჩემო სანთლები. ხო, ამას მე გადავდგავ. აი, აქეთ გადავდგავ, არ ვიცი, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იმუშავებს თავისთვის. მოკლედ, ესე დავთევი უკან. ხო, ეს თეთრი სანთელი,
ეს თვალებში რო არ გიჭყუტუნოთ, გავწევ ცოტა უკან შავი სანთელი, იმუშავებს და დავიწყებთ მეგობრებო. კარგი ღამეა, მთვარე გადასარევი, მე რაც მინდოდა და დღეს პორტალში, ანუ ორი პორტალი პლანეტაზე, თეთრი, შავი, თეთრი სულები, შავი სულები, ბოროტი ძალები, ნათელი ძალები დღეს ღამე შედიან მოქმედებაში და დღეს სპეციალურად ავირჩიე ეს დღე კონკრეტულად ჯანმრთელობაზე. იქნება გაშლა და იქნება მერე დაინახავთ თქვენ თვითონ რაც იქნება სანთლით და წმენდა იქნება. მოკლედ დავიწყეთ მეგობრებო, წარმატებებს უსურვებ ნინიას ჩემ თავს და თქვენც. პირველი ვარიანტი. ეხლა შემოგიყვანთ მე პირველი ვარიანტი. ჩქარობს კარტები, ერთი წუთი. აი ეს ხართ თქვენ, ჩემო პირველო ვარიანტებო. ჩემო კარგებო. მოდი, ესე ავანთოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი. პირველი ვარიანტი. მედია აქაც არ გაგვიჭირდება ანთება, ხო? ხო, როგორ ჩხუბობს. რამხელა შურია, იცით? აი ძალიან დიდი შურია პირველი ვარიანტი. ურთიერთობა, სიყვარულთან, ფულთან დაკავშირებით, თქვენ საქმეებთან დაკავშირებით. მოკლედ, ესე იგი, ჩასაფრებულები არიან და ისე გიყურებენ, რომ რამე ახალი ხო არ გააკეთეთ ცხოვრებაში, მიხვდით? რამე ახალი ხო არ გააკეთეთ ცხოვრებაში. დიდი შურია, ძალიან დიდი შურია. ეს მთვარეც გადასაფარებელი შესაბამისად ავირჩიე. ნახეთ აქ მცენარეებია, ხედავთ ხო, ყვავილები, რომ გამოჯამრთელება მოხდეს მეგობრებო. აქ ზემოთ აი მზე ახატია, ნახეთ უკან მზე. კი მინდა გამოვაჩინო, მაგრამ მაშინ ამას აი ესე დავდებ, ხო? ხო, აი ესე დავდებ, არაუფერი არ უჭირს. ერთი წუთით რომ მზე იყოს იქედან რომ ჩამდეს. ამას აი ესე უკან გადავდებ, ამას არაფერი არ უჭირს. ხო, ეხლა ეს მე ვინც მიყურებს, ეს არის ჩემი მაგიური სანთებელა და ხანდახან ვიყენებ ხოლმე, გეშინიათ. ამით ამას მხოლოდ მაგიაში ვხმარობ. ნახეთ აქაც უკვე ტირის თქვენზე. ნახეთ აქ როგორი რკალებია, ამას ჩავწვავ ესე მეგობრებო. ეს ჰაერის მაგივრობას, სტიქიას გაგვიწევს და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, ნახეთ წკაპანობს. მოკლედ, დიდი შურია მონეტებზე, ურთიერთობაზე, ჩემო კარგებო. გაორებული ლაპარაკია, ახლობლებით სხვათა შორის, ახლობლებით, ნახეთ როგორ აციმციმ და ახლობლებზე რო ვთქვი, შინაურებზე. ამას ესე დავდებ და დავიწყებ. პირველი ვარიანტი ეს თქვენი სანთელია. აბა ვნახოთ. რა ხდება თქვენს თავს, თქვენს ირგვლივ. აი ხო ვთქვი ჯანმრთელობაზე მეთქი, კი, ნამდვილად შურია რომ ესე იგი მარტო დარჩეთ, მიხვდით პირველი ვარიანტი გოგოებო ბიჭებო, აი კი ნახეთ როგორ ციმციმებს, სანთელს დააკვირდით ხოლმე, როგორ ციმციმებს, ნახეთ? მე რო საუბრობ, ესე იგი ნამდვილად ჯანმრთელობაზეა, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აგერ ყვავილი ამოვიდა, ეს მარტოობასაც ნიშნავს, მარტო სული რო დარჩეთ, ნახეთ ეს აი გზები, ნახეთ სანთელმა რაქნა, გზები, აქ ორმაგად ვკითხულობ მე კარტებს, ეს ცოტა სხვანაირი კარტია, ეს გოგოებო არის მამაკაცისგან გაქვთ ეს შური და ნეგატივი, ან
ან ყოფილია, ან კიდე ხო, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიც იყოს, რომ აი არ გინდა ადამიანს ურთიერთობა, მაგრამ მაინც აინტერესებს, რომ აი განეგატივებთ, მიხვდით, განეგატივებთ, რომ არ იყოთ ბედნიერი, რომ იყოთ მარტო. კი, ბევრი ხართ, ნახეთ, როგორ ახართ, აი ზოგმა არიცით რა გაწუხებთ და რაღაცა გტკივათ, ხო? აი ეს სიტუაცია დაფიქსირდა მთვარეზე, ნახეთ, აი და გზები, აი ფუჭი გზები, ნახეთ, ავამტყოფური გზები, ექიმთან მისვლა, მოსვლა და აი ეს სიტუაციები დაფიქსირდა. ასევე ნამდვილი, აი ნამდვილად 27 იგივე ცხრიანია, ზოგს 27 წლიდან დაგეწყოთ რაღაცა სიმპტომები, ესე მანიშნებს და ესე იგი სწორ გზას ვადგავართ ეხა ჩვენ რომ სანთლით მუშაობთ ზუსტად მიხვდით ნახეთ როგორ სამყარო როგორ გელაპარაკებათ მეგობრებო აბა კიდე თქვენი სანთელი მოკლედ ესე იგი ხმებს გამოსცემს ნამდვილად არის შურია აი წკაპ კი ნამდვილად შურია დააკვირდით ხოლმე თქვენ სანთელს პირველი ვარიანტი მამაკაცი ამოვიდა ბიჭებო არ არის გამორიცხული რომ ეს თქვენც ხართ არ გამოვრიცხავ ჯერ გოგოებზე ვიტყვი და ზემოთ მამაკაცებო ეს თქვენც გეხებათ ანუ 27 წლის ხართ ან 19 წლიდან დაგეწყოთ ზოგს 30 წლიდან მიხვდით აი ეს განმარტოვება გადაგივიდათ მარტოობაში იმიტომ რომ შეიძლება სულიერად ხართ დაავადებული ან მართლა რო გტკივათ რაღაცა არ გამოვრიცხავ კი ნამდვილად არ გამოვრიცხავ ზოგს აქ ნახეთ კანზე გაქვთ ზოგს რაღაცა პრობლემები ან გამონაყარი ან უცებ ალერგიულმა ფონმა იხეთქა მიხვდით რაც არ გაწუხებდათ ასევე ამოდის მამაკაცი გოგოებო ბიჭებო ამოდის მამაკაცი ესე იგი სიყვარულთან დაკავშირებით გოგოებო ეს ჯერ თქვენზე ავხსნი და ბიჭებო თქვენც აი სიყვარულთან ემოციებთან დაკავშირებით გრძნობებთან დაკავშირებით ბევრს გული გაწუხებთ ანუ გულის ჩაკრა მიხვდით კი ნამდვილად შიშები აი პანიკური შემოტევები შიშები აფორიაქებები ანუ მენტალზეა მუშევარი უფრო ნეგატივი მენტალზე მუშაობდნენ ნახეთ დაწერილია შეიძლება ადამიანს დაშორდით და მენტალურ პლანზე გადავიდა გადაიზარდა რომ აი აღარ გწერთ აღარ შემოდის კონტაქტში ან ისეთი მესიჯები მოდის აი არასასიამოვნო გოგოებო ბიჭებო გადაათამაშეთ თქვენ თავზე ხო ნამდვილად ან შორს ახართ თქვენ გოგოებო ბიჭებო ან თვითონ პიროვნება შორს მიხვდით და აი აქედან გამომდინარე შორიდანაც მოდის ნეგატივი შორიდანაც ვიღაცა ნეგატივობს რომ ესე იგი ჩაკეტილი იყოთ და გასაღები 40 წელი შეიძლება 40 წლისას დარჩით მარტო კი აი დაადასტურა მამაკაცებზე 40 წლისას დარჩით მარტო და ეს ნიშნავს რომ თქვენმა შინაურმა ადამიანებმა გააკეთეს ერთ კაცს ავიღებ კიდე ერთი წუთი თქვენ წინ გამოვაცურებ რომ დავაზუსტოთ ნამდვილად კი აი ესე იგი აქ ახალგაზრდა ბიჭებიც ამოდიხართ კიდე რომ აი ნახეთ აი ჯანმრთელობა რომ აღარაფრის ხალისი აღარა გაქვთ მოკლედ სიზარმაცე შეგემატათ გოგოებო ბიჭებო მერე რა რომ აქ ბიჭი ხატია მიხვდით აი ეს მარიფათობა აი ეს ვაშკაცობა ქალებსაც ხო აქვთ ვაშკაცობა ხო აი ეს აღარა გაქვთ გეზარებათ ყველაფერი კი გინდათ ფიქრობთ რომ ეს გავაკეთო ის გავაკეთო მაგრამ არა გაქვთ იმისი აი ენერგია არა გაქვთ მიხვდით ენერგია მოდი ესე ვიტყვი რომ აი გააკეთოთ რაღაცა მიხვდით ანუ გამოგწურეს ენერგიისგან ხართ დაცლილები გასაგებია ეხლა ჩვენ მოდი ეს მოვხსნათ ეხლა ნახეთ მე როგორ შემოვიტან თქვენთან რაღაცას მეგობრებო აი ამას შემოვიყვან აი ამას მერე შემოვიყვან ერთი წუთი
მე აქ სურპრიზები მოგიმზადეთ განსხვავებული. ნინიამ ესეთებიც იცის, როცა უკვე გააბრაზებენ, მიხვდით, გააბრაზებენ. ერთი წუთი ამას ჯერ უკან გავწევ, აი ესე არ შეგვიშალოს ხელი. უყურეთ. ოპ. ხო იცით ეს რა არის? ქათმის გულმკერდი. არ გაგიკვირდეთ, არ შეგეშინდეთ, ჯადო არ არის, პირიქით, ხსნი, ქათმის გულმკერდი, იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე აქვს საუბარი, მიხვდით, ჯანმრთელობაზე, რომ ეს სიზარმაცე, აი ეს ყველაფერი წავიდეს ამაზე, მიხვდით, მეგობრებო? აი შური, აი ნახეთ თქვენი სანთელი როგორც კაპუნობს და თეთრი სანთელიც ამასთან ერთად მინდა გითხრათ. კი, ნამდვილად მასია. მეგობრებო, ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება კარგად. არაფრის არ შეგეშინდეთ. უყურეთ. ეხლა მე ამას ერთს აი ესე ჩავარჭობ, ჩანს, ხო? ჰოპ. ჩავკეტავ თქვენ ავადმყოფობას და მეორე ცოტა პატარა უნდა, აი ესე გაუყრი და ჩანს, ხო? აჰა. აი ასე მეგობრებო. აი ესე, ეს იყოს აქ, ეს სიამოვნება, ეს იყოს აქ. ეხლა მე აი აქ მოგიმზადეთ რა, იცით? ცოტა ხელი გავიწმინდო. მე მოგიმზადეთ. აი აქ მე ყველაფერი დავწერე, პირველი ვარიანტი, დიაგნოსტიკა რო გავაკეთე თქვენზე. მე ხო ჯერ ვაკეთებ და მერე ვიწყებ. არ შეგეშინდეთ, შავი თეთრზეა დაწერილი, პირიქით, რომ ეს მერე უკან მიუბრუნდება, ვინც თქვენ გამოგიგზავნათ. მიხვდით, მეგობრებო, ვინც თქვენ გამოგიგზავნათ, უკან მიუბრუნდებათ. მიხვდით თემას, ხო? აი. მიხვდით ხო თემას? და ასევე აი ეს წითელი ძაფი არის მაგიური. ამასაც აი ესე ჩავაგდებ ლამაზად. აი ესე ჩავაგდებ ლამაზად, მეგობრებო. და მე აი ამ შავ სანთელს დაგინთებთ თქვენ, რატო იცით? რომ ესე იგი ეს რაც თქვენ გისურვეს, ხო? რაც თქვენ გისურვეს, ჩემო კარგებო, რომ უკან წავიდეს. ნახე როგორ გაგიჟდა სანთლები, ნახე. რომ უკან წავიდეს და როგორ ისვრის, გეუბნებით რამხელა შურია. გოგოებო, ბიჭებო, ძალიან დიდი შურია. არ გადაყირავდე ღმერთმანი. ძალიან დიდი შურია და როგორ იტირა. ნახეთ შავმა სანთელმა. ნახეთ, აი, როგორ იტირა, ნახეთ. იმედია არ გადაყირავდება, ეს უნდა ჩაიწვას, რომ წაიღოს თქვენგან, წაიღოს, მიხვდით? და აი ამ მწვანეთი მე. ეხლა აქ კიდე დავაწვეთებ, აბა ვნახო როგორ დაიწვა ქაღალდი. არ დაიწვა კარგად. ესე იგი დიდი ხნის ნეგატივი გაქვთ, ჩემი სანთლიდან ვუკიდებ. კი, აი თქვენმა სანთელმა კიო. მეგობრებო, დიდი ხნის ნეგატივი გაქვთ. აქ არის დიდი ხნის ნეგატივი, აი ესე მოვწევ, ხო ჩანს? კი. გაქვთ აქ დიდი ხნის ნეგატივი, ჩემო კარგებო. აი აქ ყველაფერი გაატანეთ, აი აქ ეხა ყველაფერს გაატანეთ, აი აქ გაატანეთ ყველაფერს. აი აქ დაწერილია ის, რაც ზუსტად ამოვიდა კარტში. ზუსტად არ შეგეშინდეთ არაფრის. აი ესე წაიღებს, ჩაიწვას კარგად. ეს წითელი, ეს ავადმყოფობა, შური, ღვარძლი, ეს ყველაფერი მიხვდით, გოგოებო, ბიჭებო, ეს არის დიდი ხნის, ესე გამოჩნდა, დიდი ხნის არის. რომ აი არც იწვის კარგად, ნახეთ, არც იწვის კარგად. უყურეთ? აი, არ იწვის. ეს პირიქით უნდა დაიწვას.
უნდა დაიწვას. ეხლა უყურეთ, მე აქ მაქვს სპეციალური მარილი, აი უყურეთ, რომელსაც მე აი ამაში ჩავყრი იგივეს, აი ასე. აი ესე გაგიმზადათ ნინიამ და აი აქ მაქვს მე სპეციალური მცენარე, ამასაც დაუმატებ ამათ თქვენ მტრებს, ოპ, როგორ აეწვებათ. აქეთ დავდებ, რომ ხელები წარამარა არ ვაფათურო ეკრანში. როგორ აეწვებათ თქვენ ხვაზე არა ხართ მეგობრებო. ნახეთ რა ქნა? ნახეთ? გადაისროლა ესე იგი, ეს როგორ ვაკადრე, აღარ მოეწონათ, ხედავთ? აი. უკან წავიდეს ყველაფერი, რაც მოვიდა, პირველი ვარიანტი გოგოები ბიჭებზე, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ჩემი გამომწერები მხოლოდ. ნახეთ თქვენი სანთელი რა დღეშია აქ. ჩემი გამომწერები მხოლოდ. ამინ. ოპ, რა მხელა გველია ხედავთ მეგობრებო? როგორ შემოეხვია, ნახეთ მეგობრებო, თქვენ წინ ხდება. ყველაფერი თქვენ წინ ხდება. ნახეთ. თქვენ წინ ხდება ყველაფერი. პირველი ვარიანტი ეს არის ძალიან დიდი ხნის ნეგატივი, აი ძალიან დიდი ხნის ნეგატივი. მინდა დავამაგრო და არ ჩერდება, ესე იგი, უყურეთ რა. მინდა დავამაგრო და აქ ეს ჩაიწვა. შვენიერია. ნახეთ როგორი კულინარია მოგიწყეთ მე აქ მეგობრებო. უყურეთ როგორი კულინარია მოგიწყეთ. ამასაც ესე იმედია დამაგრდება, მაპატიეთ გამოვწევ და მე მივწევ. დამაგრდით ხო. ნემსებია გაყრილი, აი ზუსტად გულმა მიგრძნო და იმიტომ ვიმუშავე თითებზე მწვანე სანთლიდან. ხო ნახეთ, ძაფები, ნემსები, მახათები, ყველაფერი მეგობრებო, ყველაფერი. ნახეთ რა დღეშია სანთლები. ხა მე შინია რო ავწიო უბრალოდ, რა დღეშია მწვანე სანთელს დააკვირდით პირველი ვარიანტი, ნახეთ. დააკვირდით მწვანე სანთელს რა დღეშია მეგობრებო. აი ეს ყველაფერი ეხა მოგშორდებათ თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. აბსოლუტურად ამას თქვენ თვალწინ აი ესე ჩამოვყრი. უყურეთ, აი ესე. აქ რაც დარჩება, ეგ არ არის საშიში. მე მაინც უთქვენოთ, მე ხო უნდა დავამთავრო, უბრალოდ ფოლგაზე ვიმუშავე, რომ ფოლგა უფრო სწრაფია, მიხვდით, ვერცხლის ფერზე. ხო, ეს ასე ჩემოკარგებო, ახლა კიდე აი ამ სანთლით მე, ეხა ნახეთ რას ვიზავ. აი აქ არის ეს საოცრება. აი ესე წავა თქვენი ავადმყოფობები, გენეტიკური, შეძენილი, მოჯადოებული, სპეციალურად გაკეთებული, მიხვდით ხო მეგობრებო, ვინც კი რამე გისურვათ, ხო, აი ყველაფერი აბსოლუტურად აი ამაში წავა. აი ამიანად, აი ესე. უყურეთ. კარგად გაურჭო, კარგად არის. ეხლა მე აი ესე ვიზავ. უყურეთ, აი ასე. და ეხლა ნახეთ რას ვიზავ. შავი სანთელი ნახეთ რა დღეშია. ეხლა მე ამას დავბეჭდავ. დავხურავ საერთოდ აი ამ თქვენ ავადმყოფობებს მეგობრებო, დავხურავ, რომ აღარ გამოძვრეს და ნელ-ნელა უკვე ხვალიდან აი ამ რიტუალის ყურების შემდეგ მე ამ თვარეზე ჩავწერე. საერთოდ მე მაქვს უფლება, იმიტომ რომ მაქვს
შემიძლია ყველა მთვარეზე ვიმუშაო, მაგრამ უკეთესია საერთოდ მეგობრებო, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ენერგეტიკა გაქვთ, ხო? რომ აი მაგალითად რო გინდათ გაწმენდები, მაინც და მაინც თუ ეხლა შესაძლებლობა არის, რომ დაიწყოთ ყურება მეგობრებო, როცა კლებაშია მთვარე, მაგრამ თუ ეხლა მართლა ძალიან გეჩქარებათ, ხო, მაშინ დაიწყეთ და დაიწყეთ. უყურეთ შავ სანთელს რა დაემართა, უყურეთ. პირველი ვარიანტი მადლობთ, აბა ჯერ არ დამიმთავრებია ერთი წუთი, ნახეთ რა დღეში ხართ. ბიჭებო, გოგოებო, პირველი ვარიანტი, ნახეთ ქალი, გულმკერდიანი ქალი ამოვიდა აი აქ. აი, უყურეთ თქვენ, როგორ მოგხარათ. აქ წელის ტკივილებიც არის დაფიქსირებული. წელის ტკივილებია დაფიქსირებული, მეგობრებო. წელი გტკივათ ბევრს. ნახეთ როგორ მოიხარეთ, ნახეთ? ოპა! რა დღეში ხართ ხალხნო, ეს რა არის, ეს რა დღეში ხართ თქვენ, უყურეთ მეგობრებო. უყურეთ რამხელა გველია, ხედავთ თქვენ თვალწინ ხდება, გოგოებო, ბიჭებო. ეს არის კატასტროფა. ნახეთ რეები ხდება, რომ მოვხსენი, გაგიჟდა, შავი მაგია აქ გაკეთებული, შავი მაგია. ნახეთ, თან მთვარეზე დაეცა, თქვენ წინ პაჟარი გამიჩნდა ლამის. უყურეთ რეები ხდება, თქვენ კიდე იძახით. აი. იმიტომ ვიძახი, გამოისყიდეთ ხოლმე, გამოისყიდეთ, აუცილებელია მეგობრებო, აუცილებელია. მიხვდით ახლა? ხო, აბა ვნახოთ ახლა ამის მერე, აბა როგორ მოიხსნა თქვენი პირველი ვარიანტი, თქვენი ჯანმრთელობის საქმე, აბა როგორ წავიდა. ნახოთ. ხო, ნახეთ შავ სანთელს რა დაემართა ხალხნო, რა საშინელება. პირველი ვარიანტი, აბა ვნახოთ პირველი ვარიანტი. კი, აი ჯვარი დავადე, ნახეთ, ჯვარი ჯვარზე, უყურეთ რა. აი გავარტყი 100-100-იანზე, უყურეთ, აი როგორი მაგარი ნინია გყავთ. გავარტყი და იმიტომაც წაეკიდა, აი ეს შავი სანთელი იმიტომაც მოიღუნა. მიხვდა რომ აქ მე რაღაცაშია საქმეო და მოკლედ ისა არ ესიამოვნა, ეხა ვის ესიამოვნება, ხო? იქ ხო გრძნობენ შავი მაგიის წარმომადგენლებს, ან ვინც დამკვეთია. კაი, ვინც აკეთებს ის კალდუნია და კალდუნი, მაგრამ ვინც დამკვეთია, ვინც თქვენ გაგიკეთათ, ხო ხდებით? მიხვდით? აქ ბავშვებზეც იყო დედაშვილი, მამაშვილი, და-ძმა, დედმამიშვილები ერთმანეთშიც რომ არ ქონდეთ კარგი ურთიერთობა. ეს მოდის საგვარეულოდან, საგვარეულო წყევლაცაა, მეგობრებო. საგვარეულო წყევლა იყო და ჯანმრთელობაზე გადადიოდა. ანუ გვარში იყო გაკეთებული, რომ აი ეს ბავშვმა არ ისწავლოს, ვერ ისწავლოს, ისა სიტყვა რო ვერ გამოთქვას ნორმალურად, მიხვდით? სიტყვა რო ვერ გამოთქვას ნორმალურად. აი ხო არის ხოლმე რომ ენაებმევათ ხო ბავშვებს, აი ეგაც ბევრი დაფიქსირდა, არ გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი მიდის, უყურეთ, აი გავამგზავრეთ, ნახეთ, აი უყურეთ, ეს ყვავი იგივე არის როგორც ხმლების კარტი რა, ტაროს მეორე ტაროში და აი გაიწმინდა, ნახეთ ოკეანე და აი გზები გაიხსნა, ნახეთ რა კარგია, გაიხსნა გზები. თან დღეს არის გადასარევი მთვარე, აი გადასარევი მთვარეა რა, გადასარევი მთვარეა. ეხა მაინტერესებს, აბა რა ბუმერანგი წაუვიდა, იმიტომ რომ მეგობრებო, ეს პირველ ვარიანტს ხო, გეუბნებით, ეს არის დიდი ხნის, ეს არის ანუ ძველი ნეგატივი იყო პირველ ვარიანტზე გაკეთებული. აბა ბუმერანგი ხლა ბუმერანგი მტრებს მეგობრებო. კი, ორიანი თასები.
ყველაფერში გაცრუება, დაშორება, გაუგებრობა, ერთმანეთის დაჭამა, მოტყუება, გაცრუება, მიხვდით, ემოციებიდან აი ნერვოზი რო დაეწყება ადამიანს და რო ვერ გაიგებენ საიდან მოდის, მიხვდით? აი ეს დაემართებათ, შეყვარებულებში იჩხუბებენ, მეფე კვერთხები აქ კაც დავარტყით პირდაპირ ხო თქვი კაცი ამოდიოდა წინა ტაროზე თავიდან რომ დავიწყე პირველი ვარიანტი და ესე იგი პოტენციაზე დავარტყით პირდაპირ, იმიტომ რომ მამაკაცებს პოტენცია გქონდათ ჩაკეტილი მეგობრებო. რვიანი ხმლები, აღარ გაუხარია, აი თვითონ შეიბოჭა. ეხლა ეს გველები და ეს თავზე რო ჯადო გქონდათ გაკეთებული და კანზე პრობლემები, ეხლა თვითონ წაუვიდათ. ძალიან კარგი, მოხარული ვარ. და აბა ეს გავიგეთ რა იქნება და ვნახოთ როგორ ჩვენი ჩვენი მაგიური კარტი რას იზავს. აბა ბოლოს პირველი ვარიანტი გოგოები, ბიჭები. ნახეთ სად გადადის, სად წავიდა. ზღარბი, გველი და ზღარბი დაფიქსირდა მთვარეში მოკლედ. კი, აგე ბევრი შესაძლებლობები გექნებათო, გააგრძელებთო ბავშვების სწავლას, გააგრძელებენო თქვენ ახალა კარგ ამბებს გაიგებთ, ვინც ელოდებით სამსახურზე, ნამდვილად გაიწმინდა უყურეთ, აი მაგიური წიგნი, აი მწვანე მინდორი, ხეები, უყურეთ, გამოჯამრთელება მიდის თქვენზე, მიდის გამოჯამრთელება, ძალიან კარგი. ახალი აზრები მოგივათ თავში, ვისაც დაწყებული გაქვთ რაღაცა მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, გააგრძელებთ ადვილად, ძალიან ადვილად გააგრძელებთ, დაგეხმარებიან. ნახეთ, ხელი, აი კი არ ჩანს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს არის სამყარომ გამოგიწოდათ ხელი, მიხვდით, დამხმარე ხელი. ნახეთ, აქ კიდე კარგი უკვე ნერვოზიც გადავა და უკვე კარგ ხასიათზე დადგებით. ძალიან მიხარია. ესეც გასაგებია, მოხარული ვარ. ეხლა პირველი ვარიანტი, აი, არ წახვიდე, აი ესე, აქეთ გადმოგწევთ. აი ესე გადმოგწევთ. აი, ცადე. ნახეთ რეებს შვება პირველი ვარიანტი. უნდა ჩაქვრეს, რა ვქნა. იქით გადაგდებთ როგორმე ჩემო კარგებო, როგორმე იქით გადაგდებთ და იქ თან თვალს ვადევნებ, რომ ჩაქვრეს, ხო? არ ინერვიულოთ, აი ესე ჩაქვრება. კარგით, გასაგებია. ეხლა მეორე ვარიანტი ჩემო კარგებო. აბა დავიწყეთ მეორე ვარიანტი. აი, შემოვიყვანო მეორე ვარიანტი, აი, გამარჯობათ მეორე ვარიანტი. ხო. მოკლედ ესე იგი, აქ ეს თუ ჩაქვრება, მოვიშველიებ ამ სანთელს, აი ეს საყვარლობა, აქ რუნებია, გააქტიურებულია დაცვა, რო იცოდეთ, ისე არ შემოვსულარ მეგობრებო. დაცვებით ვართ, ამას მოვამზადებ, იყოს ესე. მოკლედ, მეორე ვარიანტი. არ ვიცი ხა როგორ გააქტიურდება, მაგრამ მოდით ესე დაგამაგრებთ და ჯობია ისე წაუკიდოთ. რა გული მიგრძნობს რაღაცაზე მე რო გული მიგრძნობს, ხოლმე ჯობია ჩემ თავს დაუჯერო, ნახეთ. ძლივთ გახართ ჯერ ეს პირველ რიგში, ნახეთ, ძლივთ გახართ. აჰა, უკვე წამოედო კარტი, გამგზავრებას აპირებთ, მეორე ვარიანტი, თუ ელოდებით ვინმეს, თუ უკვე ჩახვედით. ანუ სხვა ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავთ და მაგაში გეშლებათ ჯანმრთელობის გამო ხელი, ესე მეუბნებიან, კი, ნამდვილად ეგრეა. იქნება წაეკიდო, გთხოვ. ოხოხო, აქაც ესე იგი მეორე ვარიანტი თქვენს დიდი ხნის ბევრს გოგოებო, ბიჭებო, დიდი ხნის ნეგატივი გაქვთ აქ. ნახეთ,
დიდი ხნის ნეგატივი გაქვთ, მინდა გითხრათ. ნუ რა ვქნა ახლა, ჩემთან ერთად აგერ დავანთოთ როგორმე. ხო, უნდა დავანთოთ, აბა სხვანაირად არ გამოვა. ოღონდ აი ნეტა არ წაიქცეთ, როგორ არ მინდა რომ წაიქცეთ მეორე ვარიანტი. ნახეთ, აი არ ეკიდებით, ხედავთ? აი მოკლედ აქ მე სახანძრო უნდა გამოვიძახო. სახანძრო უნდა გამოვიძახო აქ. ნახეთ, რეები ხდება. ვინც ჩემი რიტუალები ხო იცით, კაცო, ინთება ხოლმე. აჰა, პირველი ვარიანტიც ჩამოვარდა. მეორე ვარიანტი გაგიჟდა. აქ ესე იგი დღეს ხო აგიხსენით ისეთი ღამეა, რომ მეს არ მიკვირს, რომ ესე ხდება. არ მიკვირს მეორე ვარიანტი და პირველი ვარიანტი. თქვენ ხო საერთოდ მოკლედ ესე მინდა დაგამაგროთ ჩემო კარგებო, მაგრამ არ ჩერდებით. ეს დაგამაგრებთ იქით და მე მივხედავ, აბა რა ვქნა. ჩემო საყვარლებო, უკაცრავად ხელი რო გამოჩნდა. აი აქ მოკლედ აღარ ინთებით, ეხლა გადავიდეთ კიდე. ნახეთ, ერთი დაენთო და როგორ იტირეთ ჯერ, უკვე ტირი ხართ. აჰა, კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. მე ხა იცით რას ვიზავ? მე შავს ეგრევე დაგინთებთ, რომ გაანეიტრალოს ნეგატივი, რაც არის, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე ხელს უშლის და მოკლედ პრობლემები გაქვთ. აი ამას მინდა რომ ბარემ გაანეიტრალოს, იმიტომ რომ ესე ხდება ხოლმე, ხან ისეა, რომ მე არ ვიცი ხოლმე რიტუალი როგორ წავა. მე არ ვიცი რიტუალი როგორ გააგრძელებს. საერთოდ თუ დადგები, მადლობას გეტყვი. არ გადმოვარდე, გთხოვ, არ გადმოვარდე. ფიზიკურად აბა ესე დავდოთ. აი ნახეთ როგორ ტირი ხართ, ნახეთ, ხო? აი, როგორ ტირი ხართ, ნახეთ. კარგით, მეორე ვარიანტი. ნახოთ, აბა ვნახოთ, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო. აბა ჩაიფიქრეთ თქვენი თავი. ვნახოთ, აბა რა ხდება თქვენს ჯანმრთელობის სფეროში. ნახოთ. ნუ თქვენთანაც ესე, აი მოცელილი გაქვთ ჯანმრთელობა ახალგაზრდობიდან. ბევრს ხო ვთქვი, არა მძლივს დაენთო, აქაც ძველია, ძველი ნეგატივია, მეგობრებო და აი ბევრი ისე გიავამტყოფიათ და ავამტყოფობთ, რომ აი დრო მიდის ტყუილად, მიხვდით? დრო მიდის და ბევრი სიზარმაცე გაქვთ, არ არის გამორიცხული და უყურეთ როგორ აი იცელებით, მიხვდით? აი ნახეთ, აი იცელებით ბიჭებიც და გოგოებიც. აი ახალგაზრდობიდანვე დიდი ხნის წინ მიხვდით და დროს ითვლით, გადააბრუნებთ, გადმოაბრუნებთ. ან ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჯდება ბევრი, რომ აი ზოგს მოძრაობა უჭირს მეუბნებიან, რომ გამოკეტილია ფეხებით, შეიძლება ფეხებზე გაქვთ სიმძიმე, გოგოებო, ბიჭებო, არ გამოვრიცხავ, თავზე გაქვთ სიმძიმე, თავი, ფეხები, ნახეთ და გამოკეტილი ხართ აქეთ იქიდან. შეიძლება მხრებიან გვერდზე მენჯები, ფერდები, ესე გტკიოდეთ. კი, ნუ აქ როგორ იცით, აი ბევრს მადა გაქვთ დაკარგული, ზოგი კიდე პირიქით მიძალებული ხართ საჭმელს, მიხვდით, ამას გეუბნებათ, იმიტომ რომ ნეგატივია, მიხვდით? დიდი ხნის ნეგატივია. კი, ბევრს აქაც იგივე დაფიქსირდა ახალგაზრდობიდან, რაღაცა შეძენილია 16 წლიდან, მერე არის ვითომ გადაიარა, გამოინათა ვარსკვლავმა, მაგრამ მერე ისევ დაიწყო ეს პრობლემები, მეგობრებო, იმიტომ რომ ნეგატივისგან არის ყველაფერი. ვნახოთ კიდე.
კი, ეს უკვე საგვარეულო, ნახეთ, საგვარეულო, პირდაპირ დაჯდა. ეს არის საგვარეულო ნეგატივი, წყევლა გაკეთებული თქვენს გვარზე, რომ არ გამოგივიდეთ არაფერი, რომ მარტო იყოთ გოგოებო, ბიჭებო, არ გამოვრიცხავრო შინაურებმა ჩაგკეტათ, ესე უყურეთ, შინაურებმა, რომ სისხლით ნათესავებმა არ გამოვრიცხავ ოჯახის წევრებს, რა ვქნა არის ხდება ესე, ან კიდევ ყოფილი ურთიერთობიდანაც გაქვთ ეს დაავადება, ანუ აი რომ შეიძენ რა დეპრესია და აი რო არ გშორდება, რო არ გამოგდის არც კარიერა, არც სამსახური, თანხებზეც რომ აი არა, ხა ჯანმრთელად რო არ ახარ ხო, თანხების საწავა ექიმებში წავა ხო, ექიმებში წავა, რა თქმა უნდა, აბა რა, ექიმებში წავა. კი და მამაკაცებსაც ეხებათ და გოგოებსაც რომ აი დაიწყაპუნეთ რომ გულის ტკივილები გაქვთ, ესე იგი კი ნამდვილად აი ჩაკრა, გულის ჩაკრა გაქვთ ჩაკეტილი ბევრს, დანეგატივებული გაქვთ, მიხვდით, დანეგატივებული გაქვთ მეგობრებო. მოდით ახლა ჩვენ გავწმინდოთ ეს, აბა გავწმინდოთ ეს ნეგატივი. მოდით ახლა მე მეორე შემოვიყვან, ესე იყოს ფოლგის გარეშე, იმიტომ რომ ძალიან რო არ გაიწელოს, მიხვდით მეგობრებო, ძალიან მაგიტო და მე ახლა სტუდიაში შემოვიყვან ერთი წუთით საყვარლებო. ასე და მე მინდა აი ეს სანთელი, ესე ჩავამაგრო და ერთი წუთი მეგობრებო, ჩემი სანთელი აი აქ არის, ესე ავანთო, თეთრ სანთელს ვანთებ ძვირფასებო, ორი წამი დამელოდეთ, არ შეიძლება რომ სანთლის გარეშე რომ ვიყოთ, ისედაც ხო ნახეთ, რეები ხდება, ეს იქნება აქ და იმუშავებს, ესე იმუშავებს. ხო, 1 2 აწევა მეშინია, 12 წელი ბევრს, კი, აი 12 წელი, ან 12 წლიდან, ან 12 წლისაა ვინმე, არის, კი, ყელზე, ყელის ჩაკრაც, ყელი, ხო თქვი ლაპარაკი მეთქი, 1 2 3 4 5 6 წელი, 7 წელიც, კი, ზოგმა აქ ჩანს, რომ გაწმენდა იყო, მაგრამ ისევ განმეორდაო, კი, აი ნამდვილად განმეორდა, მეგობრებო, უყურეთ მე ხა რითი შემოვიდე. ოპა, ხედავთ? ეს ჩვეულებრივი თევზია. ეს არის ესე დაინახოთ და მე ავწევ. ხო, ეს არის თევზი. და იცით თუ რას უნიაქ, აი სანამ ესე იგი ვიდეოს ჩავთავდი, აი ესე გაუყაროთ მოდი ჩვენ. აი ეს ავადმყოფობები, რაც აქ იყო, რომ უკან წავიდეს, აი ხელში არ შევიჭო. აი ესე და ეს მეორე მეგობრებო. აი ასე, პირდაპირ თვალში გავუყარე, აი ესეთი მაგარი ვარ. ესე მეგობრებო. ეხლა აი ეს არის თქვენი, უყურეთ. აი ეს არის თქვენი. იგივენაერად გამზადებულია ყველაფრის, არ ინერვიულოთ. ჩემს სანთელზე თეთრზე ვუკიდებ. ეს თქვენი წითელი ძაფი, რომ რაც გაკეთებული იყო, რომ წავიდეს. ნახოთ როგორ დაიწვება. ნახეთ, ბეჭედი შეიკრა, აი რაც ტაროზე ამოვიდა, მეგობრებო, თეთრ სანთელზე წაუკიდებ მწვანეს.
რომ აი ესე დავაწვეთო, ხო? ესე იგი, რაც იყო იმაზე, რა ქვია, ტაროზე ამოსული მეორე ვარიანტი არ დაიწვა საერთოდ. ოპ, ცუდად ხო? აი ეს დიდი ხნისა 7 წელზე მეტი ბევრს მეორე ვარიანტი, ბევრს, ახლა ბევრი მიყურებთ, ხო? ამასობაში მოიწონეთ ვიდეო, დაალაიქეთ, კი, ახლა გრძნობებში ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია ვიდეოს მოწონება და ისე გავლით, ვინც უყურებთ, მე გიბლოკავთ ამ ვიდეოს, არ იმოქმედებს. აი ასე. მე ჩემ ენერგიებს ვერ გავფანტავ, რა ვქნა. ვერ გავფანტავ და არ გავფანტავ ნამდვილად. ესე, აი, დაიწვას. ეს ასე და ეს არის სხვანაირი მარილი და ესე დავაყრი. ძალიან კარგი. ერთი წუთი მეგობრებო, პატარა. ნახეთ შავმა სანთელმა, ოხოხო, გაგიჟდა და მე რო ეხა აქ უნდა დავამაგრო, იცით თქვენ? ახოთ აბა რას ვიზავთ? პირველი ვარიანტი მწვანე სანთელი კიდე ცოტა დარჩა და ჩაიწვება. აქეთ არ დამიწვას ეს, აქეთ გამოვწიო. კარგით. დაიწვა უკვე კარგად, კი, კარგად დაიწვა ყველაფერი, მეგობრებო, არ ინერვიულოთ თქვენ. ეხლა მე ამას ჩემ თეთრ სანთელზე მოვუკიდებ. ასე. ოპა, ნახეთ რებს შვება? არ მოდის, ხედავთ რე? თქვენ წინ ხდება სასწაულები, მეგობრებო, თქვენ წინ ხდება ყველაფერი. აი ამ ყველაფერს მე, აი ესე, აი ასე ჩავკეტავ. ამას მე ნემს თქვენ არ ინერვიულოთ. ბოლომდე კიდე, მივუყრი და მე თავარია ესე ჩაიკეტოს აქ. ხვდით ხო? თავარია ესე ჩაიკეტოს. და ახლა აი აქ წავიღებ. თქვენგან ხსნი მეორე ვარიანტი, გოგოები, ბიჭები, რაც გაკეთებული იყო თქვენზე, გადავიდეს ნამდვილად. ესე დავხურავ ნამუშევარს, თქვენს ავადმყოფობებს, ნეგატივს. მიხდით? რატო ეს ფერი სანთელი, ხო? არხანგელ მიქაელის ფერია ეს და გვეხმარება, მადლობა სამყაროს, მადლობა ნინიას, მადლობა უფალს, მადლობა არხანგელ მიქაელს. აი ესე დავხურავ, მეგობრებო. მშვენიერია, გენიალურია. ჰოპ. ესეც 2, ამასობაში მე ხელებს გავიწმინდავ, ხო? ხელებს გავიწმინდავ და აქ ესე მოვწმინდოთ. მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ჩაქვრა, მწვანე სანთელი, ძალიან კარგი. ხო, ნახეთ როგორ ჩხუბობთ მეორე ვარიანტი. შური აქაც იგივეა. ერთწუთი ამას გადავაქცევ თორე ჩაქვრება და არ მინდა რომ ჩაგვიქრეს ძვირფასებო. შავიც იმუშაოს. ხო, გავიწმინდე, მაგრამ აბა თუ რამე მაქვს სანთლის არ შეიმჩნიოთ.
ესეც ჩაქრა. მოკლედ ნახ რამე დაემატა. არა, ისე მეორე ვარიანტი უფრო ეხლა შავი სანთელი, უფრო ნახეთ მწვანე როგორ ლაპარაკობს. ნახეთ, გაგიჟდა. თქვენი ჯანმრთელობა. ნახეთ რა დღეშია. ეხა იქ ხო იგრძნეს რომ თქვენ მოიხსენით, არა? და ეს ხო შევა უკვე 3 დღიდან ერთ კვირაში მოქმედებაში. ნახეთ რა დღეშია ხახნო მწვანე სანთელი თქვენ თვალწინ მეგობრებო. ნახეთ. ნამდვილად თევზზე იყო გაკეთებული. მე ტყუილა არ გადავახარისხე, მე ხო გრძნობ ხოლმე და დიაგნოსტირებას რო ვაკეთებ, ხო? იმას წყალი არ გაუვა, მე რო ვიტყვი. კიო, აი შავმა სანთელმა თუ არ გადაიქცევი, კარგია. თუ პატივს გვცემ და ესე დადგები. უყურეთ მწვანე სანთელს ხედავთ, მეგობრებო, რა დღეშია? მეორე ვარიანტი. ნახეთ, უყურეთ, აი გავჩუმდებ და უყურეთ. ბოროტის სულები გაგიჟდნენ ახლა, დემონები გაგიჟდნენ, როგორ რომ მოვხსენ. ნახეთ ამანაც წკაპ. აი სასწაულები ხდება თქვენს წინაშე. შავმაც იტირა, ნახეთ, ჩამოვიდა უკვე, ეს კარგია ჩამოვიდეს. აბა რა ხდება ახლა? აბა როგორ გაიწმინდეთ მეორე ვარიანტი, ჩემო კარგებო. ვახ, აქ მოკლედ ოჯახი და სულ ოჯახზე ლაპარაკობენ. ნახეთ რა, იგივე ამოვიდა პირველი კარტი, იგივე წინაპრები, ოჯახი, იგივე მამაკაცის ავადმყოფობა, მოულოდნელად არ გამოვრიცხავ რომ ახალგაზრდა იყოს და თავს გრძნობდეს, როგორც აი შეუძლოდ მყოფი ადამიანი. ნახეთ მწვანე სანთელს დააკვირდით, ხედავთ? იტირა, უყურეთ. 1 2 3 4 5 წელი 6 7 იგივე 7 ამებზეც 7 დაფიქსირდა და მწვანეზეც 7 დაფიქსირდა. ესე იგი აქ კი იყო ესეთი სიტუაცია, ეხა მე რაც მოხსენი უფრო გამოჩნდა მეგობრებო, რომ ესე იგი ხო შეიძლება ადამიანი იყო ახალგაზრდა, მაგრამ აი როგორც ახალგაზრდა დაბერებული ორგანიზმით ჯანი რო არ მოგდევს ადამიანს, მიხვდით? ეს სარკეზეც იყო, პორტალზე იყო გაკეთებული სარკეზე, ან ბავშვებიც ავადმყოფობდნენ და კი, აი ის გამოესახა, რა ქვია, ანგელოზი გამოესახა, მწვანე სანთელზე დაბლა, აი ესე ფრთებით და ჯვარი გამოისახა. კი, ნამდვილად სწორ გზაზე მივდივართ. კი, მიხარია ძალიან, რომ გაიწმინდა სიტუაცია. მამაკაცებო, ეს თქვენს გეხებათ და გოგოებო, თქვენს გეხებათ. აქ იცით რა არის? პირდაპირ ხო თქვი წინაპრები მეთქი და იგივე სახლი დაფიქსირდა. რა ვქნა, ამოდის და უნდა ვთქვა, ოჯახზე ხავს მოდებულიო, აი ეს მამაკაცზე იყო პირდაპირ გაკეთებული გოგოებო, ან მამაკაცებო თქვენ თავზე, ან კიდე ოჯახის უფროსზე იყო გაკეთებული ეს დამიზნებული და გადადის ვიზე ოჯახში, ხო? ბავშვებზე გადადის. მიხვდით რას გეუბნებით? და ეს იგივე არის, შემიძლია თამამად თქვა სამწუხაროდ, რომ ესე იგი ეს საგვარეულო წყევლა და ნეგატივი გადადის ბავშვებზე, მაგრამ მამაკაცის ხაზით, მიხვდით? მამაკაცის ხაზით ხდებიან ცუდად. აი ეს გენეტიკურად ესეა დასმულია პროგრამა და წავიდა ეს, უყურეთ, ნახეთ, ეს მთები, როგორ ეს ძალა მოგეცათ გოგოებო, ბიჭებო, ნახეთ, ძალა მოგეცათ, იგივე ოჯახის კარტია, ეს ძალიან კარგი. კი, აი დამიტკაცუნა სანთელმა. აბა კიდე მწვანე სანთელი ჩაქრა, ნახეთ რეები ხდება, აქაც ნახეთ შავი სანთელი ჩხუბობს. აქ ეხა ჩვენ მარტო არა ვართ.
მე ყოველ შემთხვევაში მარტო არა ვარ. აქ არიან თეთრი სულებიც, იმიტომ ავირჩიე ეს ღამე. თეთრი სულებიც არიან და შავი სულებიც, ბნელი სულებიც, მაგრამ ვერ მაჯობებენ, იმიტომ რომ ჩემი წინაპრები აქ დგანან და ჩემი ანგელოზები აქ მიცავენ მე, რომ თქვენ ჩაგიტაროთ ეს რიტუალი. მიხვდით და რომ არავინ არ დაზიანდეს. ძალიან კარგი მიხარია ჩემო კარგებო. აქ ამოდის ესე იგი ჩამოკიდებული სიტუაცია, აქ ძვლების ტკივილიც დაფიქსირდა, ძვლების, სახსრების ტკივილი დაფიქსირდა. აქ ჩანს რომ რედგენია გადაღებული, რედგენი, რომ ავაიდა ეს ხვარამტკივა და აბა საიდან მოდის, გამოძიება მოდის რედგენით, ხო? რომ მიდიხარ ექიმთან, რომ რა გტკივა, ფული იყო დახარჯული, მაგრამ ველა ცოტა ხანი იყო, მაგრამ ისე რა და გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. ანუ ძვლები, ჩონჩხი, ესე იგი გაგიმაგრდებათ, მიხვდით, გაგიმაგრდებათ. ძალიან კარგი მიხარია. კი, ნამდვილად ბიურს ეს ფრენას შეძლებთო, გოგოებო, ბიჭებო, ფრენასო, ბევრს მხრები გტკიოდათ, მაჩვენებს, ბევრს სიმძიმე გქონდათ მხრებზე, იმიტომ რომ ეს ბნელი სულები გქონდათ დაჯენილი. ყვავის ფრთაზე მე რომ აქ მაგია, შავი მაგია რომ მოვხსენი, ნახეთ მწვანე სანთელი ისევ ჩაქრა. მე აქ არ ხუმრობ სერიოზული ის მარტო არა ვარ, მე მართლა გეუნებით. აი ნახეთ, ქრება. თქვენ წინ ქრება სანთლები. უყურეთ. თქვენ წინ ქრება სანთლები, ხალხო. არავინ ხელს არ ახლებს. აი ესა მაგია. ხო, აი რო ვიძახი რომ ყვავის ფრთაზე მსვავდაო, შავ მაგიას რო ხსნი, კი, ნამდვილად. აი ყვავის ფრთაზე იყავით დასმული და იმიტომაც ვერ გამოდიოდით მდგომარეობიდან და აი ხლა ნახეთ უკვე ნახეთ რა ემართება მწვანეს, კიდე ჩაქრა ხა ავანთებ ჯანმრთელობის და ეხლა ნახეთ აი ეს არის გენაცვალე მზე. აი გამოვიდა ყველაფერი, ნახეთ გამოანათა, გამოჯანმრთელებისკენ წახვალთ. ძალიან კარგი მიხარია. ეხლა აბა მწვანე ავანთო კიდე და ჩაქრება ავანთებ. მე არსად არ მეჩქარება, გენაცვალეთ, არ მეჩქარება. მეორე ვარიანტი, ხედავთ რეები ხდება, მეგობრებო? თქვენი ჯანმრთელობის ის როგორ ქრება და ეს შავი სანთელიც ტირის. აჰა, კიდე ჩაქრა მწვანე. ნახეთ მწვანეზე რეებია. აი ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე, აი ეს პოლიპები ნახველივით ამოდის. აქ ეს ორსულობაც იყო შეწყვეტილი, ამოდის. ორი ბავშვი, ორი ორსულობა არის შეწყვეტილი, მეგობრებო. ეს არის შურისგან გამოწვეული. კი, აი ჩემმა სანთელმა დამიტკაცუნა, ეს არის შურისგან გამოწვეული ორსულობის შეწყვეტა. იქ ბავშვი ორჯერ იმიტომ დაფიქსირდა პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც. აუ, ჩემმა თეთრმა სანთელმა ისეთ იტკაცუნობს, ნახეთ. ხელს არ ვახლებ, აი, რა დღეშია. ხელოვნურად ორსულობა მეთქი. ნახეთ, ან ჯადოა გაკეთებული, რო არ დაორსულდეს ვინმე, მიხვდით? ნახეთ რეები ხდება თქვენ თვალწინ. ნახეთ მეორე ვარიანტი, კიდე ჩაქრა. მწვანე სანთელი ქრება ხალხნო, თქვენ თვალწინ ქრება. ნახეთ. აქ ეხლა დემონები დგანან და მაიმუნობენ და ეს შეუბერავენ, ჩააქრობენ. მე აქ კი არ ხუმრობ, მართლა მასეა. აბა და რო ხედავენ რომ ნინიას არ ეშინია მაგათი, ეხა რითი იმაიმუნონ, აი ამით რომ ესე მაინც ესე იგი გაგვაწვალონ, მიხვდით? კი, ნამდვილად. ფეხი ამოდის, ესე იგი ახალგაზრდა პიროვნება ამოდის, ტყუპები ამოდის, აქ ხო ამოდიან, ესე იგი ნახეთ როგორ ტირის ყურის ტკივილი ბავშვობიდან დიდი ხანი, ესე იგი კოჭზე ფეხი, მარცხენა ფეხი, კოჭი ამოდის კიდე ტკივილი, ეს მარცხენა, აი ეს არ გადახვიდე იქით გთხოვ, შენ მაინც იყავი რა, აი ესე დაჯექი, ესე დადექი.
ნახეთ როგორ ტირიან მეგობრებო, ტირიან. გავიწმინდო თორე ესე არ შეიძლება. მე ამეთხაპნა ჩემო მეგობრებო. ნახეთ, იმიტომ ვიძახი, არასდროს არ ვიცი როგორ განვითარდება რიტუალი, არასოდეს არ ვიცი. თან ესეთი მძიმე რიტუალები პირდაპირ დემონებს ვებრძვი ხოლმე, იმიტომ ნახეთ, სანთელს მიქრობენ, თქვენ სანთელს მეგობრებო. აი ახლა აბა ამ დემონებს და აი ამ ჯადოებს აბა უკან როგორ რა ბრატკა წაუვათ, ხო? მოდი სიამოვნებით, ჩემი სანთელიც გიждდება. იცით რა დღეშია? აბა ცეკვავენ მოკლედ რა. ცეკვავენ. აბა ნახოთ მეგობრებო, მეორე ვარიანტი. მწვანე სანთელი ნახეთ რა დღეშია. ნახეთ როგორ ტირის. აბა რა ბუმერანგი წაუვიდათ. აბა მეორე ვარიანტის დამნეგატივებლებს. რა და უკვე გაუბრუნდა, აი ტუზი კვერთხები. ეხლა უკვე გაუბრუნდათ ბუმერანგი, უკვე გაუბრუნდათ. ნახეთ თავში გააფრენენ, გაგიждდებიან, უძილობა ექნებათ, ნერვოზი ექნებათ, ვეღარ დაიძინებენ, დღე და ღამე გაერთიანებული ექნებათ, მიხვდით და იფიქრებენ ეს საიდან ჩამაფრინდაო, სუჩხუბები იქნება და ეხა დემონური აზრები ეხა თვითონ მიუვათ თავში. კი, ნამდვილად ფულზე დაარტყავენ, ფულს დახარჯავენ პოტენციაზე მამაკაცებიც და კი, მამაკაცები, ეხა ვინც ჩარეული იყო ნამდვილად უყურეთ, ძლიერი რო ეგონა თავისი თავი, ნურას უკაცრავადო და ასევე ამოვიდა მაგის კარტი, ესე იგი ვინც გააკეთ, ანუ მე ჩემი ხელიდან უკვე ტუზი კვერთხები უკვე გავუბრუნე, მიხვდით? იმიტომ ხრებოდა ეს მწვანე სანთელი მეგობრებო, ნახეთ, ჰოისაოცრება, უკვე გავუბრუნე, ძალიან კარგი, ძალიან მიხარია და ეხლა თქვენ როგორ გაიწმინდეთ საბოლოოდ, ერთი წუთი დამელოდეთ. ამასობაში მოიწონეთ ვიდეო, იმიტომ რომ ნამდვილად საინტერესოდ წარიმართა და აქ ნახეთ რომ 9-ჯერ კინაღამ სახანძროს გამოძახება დამჭირდა, აქ თქვენს თვალწინ იწვებოდა ყველაფერი ეთერში, იმიტომ რომ ეს არის მართლა სერიოზული ღამე. ყოველთვის მე რიტუალებს ვამთხევ, როგორც საჭიროა, იმიტომ მოქმედებს მერე კარგად და ვინც ლარს მაინც გაიმეტებს და გამოისყიდის, გადაიხდის ჩემთან გაცვლის და ასე შემდეგ, ამ რიტუალს შეგიძლიათ 3-ჯერ უყუროთ, 3-ჯერ სულ ცოტა, იმიტომ რომ ჯანმრთელობას ეხება. ანუ 3 დღე, დღეში ერთხელ. 1 დღე, 2 დღეს, მესამე დღე, დღეში ერთხელ უყურეთ. 3 დღე და 3 ლარი, ნუ ჯანმრთელობაზე საერთოდ 8 ლარია, მაგრამ 3 ლარი გადაიხადეთ, რომ გამოისყიდოთ, მიხვდით, რომ გაასამოთ რა, რომ გაასამოთ. კი, აი ნამდვილს ვამბობ, გამოჯანმრთელდებით, ანუ იმ წამლებიო გააგრძელეთო, რასაც თქვენ სვავთ, გოგოებო, ბიჭებო, კიდე გააგრძელეთო, მაგრამ უკვე ნაკლები დოზის შეცვლა მოგიწევთ. ნახეთ, ისეთი, ვინც წამლებს პრეპარატებს ზიხართ, უკვე გამოჯანმრთელდებით, ნახეთ, გამოჯანმრთელდებით, ძალიან მიხარია, როგორი ლამაზი ორგანიზმის გამოჯანმრთელება ხედავთ, დაისვენებთ წელი, ვისაც გტკივათ, გაგივლით ფეხები შიშვლად, ვისაც გტკივათ და ვერ ყოფთ დასიებული გაქვთ, გაგივლით, მუხლები გაგივლით, ჩემო კარგებო, ეს ვენები, ვისაც გაწუხებთ, ვენები, ვარიკოზული, ესეც გაივლის, პირში გემო მოგეცემათ, ვისაც გემო გაქვთ დაკარგული და აგე თავიც, ნახეთ, დაცვა, მე ხო აქ დაცვა დავაყენე რუნის, ხო? მაგრამ 3 ლარი მაინც გადაიხადეთ, მეგობრებო. არ იქნება ურიგო, ჯანმრთელობას ეხება და იყოს ასე, ამინ. ეხლა მე თქვენ გაგწევთ იქეთ, აი ესე ჩაიწვება, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მაქვს ადგილი აქ. და ესე იყოს, თვითონ იმუშავებს კარგად, როგორც პირველმა ვარიანტმა იმუშავა. მადლობა. ამ ერთი წუთი მეგობრებო.
ისევ გადავაქციო ეს სანთელი, თორე აი ასე. ამან ხომ და იმუშაოს, აი ეს. აბა რა. მესამე ვარიანტი, ჩემო კარგებო. არ იყო ადვილი, მინდა გითხრათ. ნუ, რომელი რიტუალია ადვილი, მაგრამ აი ხა აქ თუ ჭიდაობა მომიხდა. იმედია არ მომიხდება ჭიდაობა. მესამე ვარიანტი. გამარჯობათ. ამასობაში პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ღმერთთან მშვიდობაში მოგახმაროთ, შემოგვიერთდით, ჩვენ ოჯახს შემოუერთდით და ერთად ვიმეგობროთ, არ წააგებთ და რა მინდა გთხოვოთ მეგობრებო, WhatsApp-ზე მესმის რომ გინდათ კონტაქტი ჩემთან და რაღაცა და აი როგორ უყუროთ, რანაირად უყუროთ, მე ვამბობ რომ როგორ და რანაირად უყუროთ, ხო? და თუ არ ვიძახით, თუ თქვენ მიგაჩნიათ ერთის მაგივრად, ერთხელ მაინც და მაინც არ იმოქმედებს. გადაიხდით ერთხელ მაგალითად, ხო? იმ ახლა სამლარს და ნუ საერთოდ 8 არის, მაგრამ ეხა სამლარს გადაიხდით და როგორ იცით, შეგიძლიათ რომ დაამთავრებთ, მერე გადაიხადოთ. არ არის აუცილებელი იმ დღესვე, მაგრამ გადაიხადოთ უნდა და მერე როგორ იცით, კიდე თუ მოგინდებათ, ხო, ერთხელ ხო უნდა უყუროთ, რომელიმე ვიდეოზე ვიძახი, ნებისმიერზე. თუ არ ვიძახი, რამდენჯერ უნდა უყუროთ, მისმინეთ? ხო ვიძახი ხოლმე, აი ამდენჯერ უნდა უყუროთ, იმდენჯერ და თუ არ ვიძახი, ერთხელ თუ ისეთი რიტუალია, უყურეთ 3ჯერ, კაცო. იმ ერთხელ გადაიხადეთ და 3ჯერ უყურეთ, რომ უფრო ჩქარა მოხდეს და ნებისმიერი რიტუალი გაიმეორეთ 4-5 თვე, 6 თვეც თუ ნახეთ გაგიჟდა ეშმაკი 6 თვეც, იმიტომ რომ გამოწიეთ სიტუაცია, გინ მამაკაცზე, გინ ქალზე, ნებისმიერი სიტუაცია, რომ ამოქმედდეს და უფრო რაც მეც უყურებთ, ხო? უფრო და უფრო თქვენი ენერგეტიკაც გამაგრდება, ჩემო კარგებო და მოკლედ ხო გინდათ რომ წინ წახვიდეთ, არა? მიხვდით, ხო? ხო, ეხლა რატომღაც მე აი ეს უნდა აქეთ მოვწიო ასანთი, რომ ავანთო ერთი წუთით, აქაც ვიცი რომ უნდა ვიჭიდაო უკვე, ვიცი. ნახეთ რა, ხო, თეთრი სანთელიც, ტირის, ჩემი თეთრი სანთელი, ტირის მეგობრებო, მესამე ვარიანტი. აღარ მინდა ხელები დავიწვა, უკვე მწვენია გარეთ, სულ ნახეთ, დამწვარი დავდივარ და ასე და დაჩეხილი. მაგრამ თქვენი გულისთვის თქვენ რომ აიგრია ხელი ხელს ბანსო, მე რომ თქვენ პატივს გცემთ რიტუალებს გიკეთებთ, ჩემ ძალებს გახმართ, რომ მინდა რომ ცხოვრება მოიწესრიგოთ, ასევე თქვენც მერე ესე რიცხავთ, რომ სანთლები შევიძინო, ხო, ჩემო კარგებო. დღეს ბევრია ესეთი სანთელი შევიძინე, აი ამ რიტუალისთვის. უკვე იტირა მესამე ვარიანტი. ზურგიდანაც ყველა მხრიდან გიტევენ, მესამე ვარიანტი, ლიდერები ხართ, ლიდერები დაბადებული, ჩანხართ ცხოვრებაში, ან ჩანდით, მიხვდით, ახალგაზრდობაში და აქ ყურზე გაგიკეთეს რაღაცა, ყური ჩანს, მიხვდით, ყურის ტკივილია, აქ სუ თავიდანვე თვალი, ყელის ჩაკრა, გულის ჩაკრა, ესე იგი ლამაზი პიროვნებები არიანო, ლიდერებიო, ზურგს წინ და ზურგს უკან, ესე იგი ისეთი შურია და ისეთი შეტაკებები და ატაკები იყო თქვენზე, გოგოებო ბიჭებო, რომ ესე იგი არც მალავდნენ, მიხვდით, არ მალავდნენ, მოკლედ რა, აი პირდაპირ უკვე ხო არის რომ აი ჩუმად შურთ და ზურგს უკან შუ, არა, თქვენთან ყოველი მხრიდან მოდის, მიხვდით, რეები ხდება. უყურე რეები ხდება.
ნახეთ როგორ ტირის თეთრი სანთელიც, ნახეთ რა დღეშია ჩემი თეთრი სანთელი. ეს არის საშინელება. ნახეთ. ოპა. ეს არის საშინელება. აბა. მოკლედ მესამე ვარიანტი. 1 2 3 კურნოსაცხვირი, კარტოფილი ცხვირით როა ესე ამოდის, ვიღაცა პიროვნება. იქნება რამეში გეცნოთ, გველია, ყურზე ცუდი ამბები, პორჩა, ყურის პორჩა გაკეთებული, ყურის ტკივილი ბევრს ახალგაზრდობიდან თუ არა, ვიტყოდი რომ ბავშვობიდანვე აწუხებს ბავშვობაში, ან რაღაცა დაზიანდა ბავშვობაში, მიხვდით? ექიმისგან არ გამოვრიცხავ, ან თქვენ შვილს, ან შვილიშვილს არ გამოვრიცხავ, კი ისროლა, ესე ისროლა ნაპერწკალი ნამდვილად. აი ეს გველია, გველი დაკლაკნილი ყურში გველია ჩადებული. ოხო, აი მაგა ჩამოვიდა. ესე იგი თავიდანვე 1 2 3 4 5 6 7 8 9 წელი დაფიქსირდა ზოგს 9 კი. რაღაცა ოპერაცია გაკეთდა აქ ყურთან, ყელთან, გულთან, მხრებზე, მამაკაცური პოტენცია, აქ დიაბეტიც დაფიქსირდა, კი, აი თეთრმა დამიდასტურა, სანთელი დუხს, ესე იგი დუხს, ნახეთ რა საშინელებებია. აი სადამდეა ნახეთ ეს ძველია. მოკლედ მესამე ვარიანტიც დიდი ხნის ტრაუმებია რა, დიდი ხნის ნეგატივები. ნახეთ აქ გველები, ნახეთ ეს ყურის პორჩები, შემოხვეული ხართ თავიდან ბოლომდე. მოკლედ კარგად იმუშავეს თქვენზე მესამე ვარიანტი რა. ძალიან კარგად და ეს მე მინდა გითხრათ, რომ ან ყოფილი ცოლისგან, ყოფილი ქმრისგან, ან იმათი ხალხისგან, ან არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ოჯახის წევრებისგან. აი კარგია რომ შევხედე აქ რეებია, იცით? აი ოპა, ერთი წუთით მეგობრებო. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ნუბრაზდები ბოდიშით. აი ეს უნდა დავამთავროთ, ხო? თორე ერთი წუთი ჩემზე მოუკიდო, რომ ნახეთ რეებს შვება. აუსუდა მეწუწა ეს გადასაფარებელი. ნუ რა ვქნა ესაა მაგია. მე ამბობთ ნინიას სადმიაქო. სანთებელაზე არ ინერიულოთ, უკვე ბოლოა. წეღან არ თქვი, ვინც არ იცის, მე ვხმარობ. ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვიხმაროთ ხანდახან არის ესე, რომ ესე ვიშველიებთ ხოლმე. ამისი არ შეგეშინდეთ, ოღონდ ამას ვხმარობთ ჩვენ თეთრი მაგები, მხოლოდ და მხოლოდ მაგიაში. რო დაიცლება, მე ვტენი ხოლმე. აი ასე. ეხლა იყოს იქეთ. მორჩა მეორე ვარიანტი, მადლობა. მესამე ვარიანტი მოკლედ კიდე მუშაობს, უყურეთ როგორ დაიწყო მუშაობა. ნახეთ როგორი ისინია ჩამოკიდებული. ძველი ისინი ჯადოები, ნეგატივები. ნუ მოხვეული ხართ ყველა მხარეზე, მიხვდით, აი ნახეთ. სად გინდა გულო და სულო რა, აი არ დაგინდეს მოკლედ დაგარტყეს ყველა მხრიდან შეგბოჭეს მესამე ვარიანტი ყველანაირად თითოეულ სისხლძარღვს, ძვლებს, სახსრებს, ხერხემალს ყველაფერიანად ხართ შებოჭილი, მინდა გითხრათ, თქვენი შვილებიანად. ნახეთ აი როგორაა ჩამოკიდებული. ნახეთ რა, ეს იმუშაოს, კარგია. მე ხლა ამაზეც ნახეთ, მე ვაპირებდი, მაგრამ რახან ითხოვს, ეხა მე რო ვერ ვიპოვო შავი სანთელი, ხა უნდა არ გამიკვირდება რა, ისეთი რაღაცები ხდება, რომ მე უნდა ავდგე ეხლა და შავი სანთელი უნდა
ავიღო, როცა გვერდზე მედო მეგობრებო, მიხვდით რეები ხდება, ჩემო კარგებო? შავი სანთელი დაიმალა. აი, როცა დავჯექი, მერე ვიპოვე. მაინც იმას ავანთებ, რომელიც განსაზღვრული მქონდა. ჩემი თეთრი სანთლიდან ვუკიდებ. და აი აქ დავამაგრებ, იმედია გაჩერდები. ესე იყოს ჯერჯერობით იმუშაოს და მწვანეს მერე. აქ გაშრა და შემიძლია გავაგრძელო. ნუ რა ვქნათ, ესეა მაგია მეგობრებო. რეები ხდება. აჰა, ჩაქვრა. შავი სანთელი ჩაქვრა. ნუ, რატო არ მიკვირს ნეტა? ხო, არ მიკვირს. მწვანე ქრებოდა, ეხა შავი ქრება. არ ინთება, ხედავთ? თითქოს ვიღაცა უბერავს, ხედავთ, რეები ხდება? ნახეთ, აი მაგია. თითქოს ვიღაცა უბერავს, არავინ არ არის, ჩემს მეტი აქ არავინ არ არის. აი, რეები ხდება. დააკვირდეთ შავ სანთელს, როგორც ეკვავს. აი, აქ ჩამოდის და ჩამოდის, ჩამოდის და ჩამოდის. მოკლედ უკანაც, ზურგს უკან და მოკლედ საშინელი მდგომარეობა გაქვთ, მესამე ვარიანტი. აი, საშინელი მდგომარეობა რა. საშინელი. ნუ გულის ჩაკრა, ხო ვთქვი, ემოციები, ბავშვები, ხო ვთქვი, ხო ვილაპარაკე. აჰა, გამოკეტვა მეთქი, ხო ვილაპარაკე არა. ნამდვილად. უსასრულოდ, ესე იგი, ჩაგკეტეს რა. უსასრულოდ ჩაგკეტეს მინდა გითხრათ. კი. აი გულის ჩაკრა მეთქი, ემოციებზე, გულსისხლ ძარღვები მეთქი, აი წკაპკი, გულსისხლ ძარღვებზე ვილაპარაკე, ხო ხალხნო, ბავშვებზე ვილაპარაკე. ნახეთ, შეიძლება ბავშვებთან ზოგს არა გაქვთ ურთიერთობა ან რაღაცა ეგეთი და გული გტკივათ, მიხვდით? ან ბავშვი დაკარგეთ, ან ავათარი ბავშვი, ან გულზე აქვს, არა აქვს მნიშვნელობა ეს გოგო ხატია, მაგრამ შეიძლება ბიჭი აქვს და გულზე აქვს პრობლემები, მიხვდით? გულზე აქვს პრობლემები და გეშინიათ, რომ რაიმე საშინელება არ მოხდეს, მიხვდით? გეშინიათ, რომ არ დაკარგოთ პიროვნება, ესეც ამოდის, ჩემო კარგებო. ან განმარტოვებული ხართ და თქვენ ბავშვურ წლებს იხსენებთ და რომ ან უმეტესობას ბავშვობის ტრაუმა გაქვთ და აი ესე ჩაკეტილად გრძნობთ თავს, მიხვდით? დამძიმებულად, სულიერად დამძიმებულად, კი, ნამდვილად ზოგს 10 წლიდან დაგეწყოთ ბიჭებო, ეს უფრო ეხლა აქ ბიჭებზე ვლაპარაკობ მე. კი, პრობლემები გაუთავებელია, ეს რაღაცა კანზე ქავილი, ალერგიული ფონი, ანუ ჯანმრთელობის დაკარგვა უკვე და ბევრს უკვე 10 წელია, 10 წლის განმავლობაში, უკვე ამდენი ხნის განმავლობაში აქვს ეს პრობლემები. ასევე თმებზე, გოგოებო, ბიჭებო, შეიძლება ცვენა დაგეწყოთ, ან შეიძლება აი ესე თმები რო უცებ რო ჩამოივარცხნი და აი ამდენი რო ჩამოდის, ამდენი, მაგას უკვე ცვენა არ ქვია, მაგას ქვია უკვე ვიტამინების ნაკლებობა და მკურნალობაა საჭირო, ხო? საშინელი მდგომარეობა, ნეტა ეს შავი არ გადამიყირავდეს. უბრალოდ უკან მინდა გაჩვენოთ, რა დღეში ხართ. ნახეთ. ნახეთ, გული მეთქი და აი ერთი გული აქეთ, მეორე გული ახლა ჩამოვიდა, აი ესე გული. ონდეს სხვანაირი გული, აი სისხლძარღვები რო აქვს, ბიოლოგიური გულია. ჯაჭვები და ასე შემდეგ, მოკლედ საშინელებები. უი, თავბრო დამეხვა, კი. ეს არის ძველი, აი ჩემი თეთრი სანთელიც გაგიჟდა. კი, ნამდვილად, იცით რა არის, ესე იგი, გზებია ჩაკეტილი ურთიერთობებში. აქ კრადნიკებიცა, როცა მე კრადნიკზე ხარ მუშაობ, კრადნიკები ბავშვებზე, კი, ბავშვებზე. შეიძლება ფეხმძიმობა
მალე წდება არ გამოვრიცხავ რომ აქ ხელოვნურად არის ვერ ორსულდება ვინმე უკაცრავად ჩემ ხელზე ვერ ორსულდება ვინმე რომელიც ესე იგი მიხვალთ რამოდენიმე თვემდე და მერე ჰოპ და მოიცელება ან გამოფხეკვა იყო გაკეთებული მიხვდით კი ნამდვილად და ესე ჩაკკეტეს მიხვდით აი 33 ჩაკკეტეს რა ეშმაკურად მოიქცენ ვინ ისევ თქვენი ახლობელი გვერდში მყოფი ადამიანები ამას მეუბნებიან სამწუხაროდ 8-იანი და 9-იანი უსასრულოდ ჩაკკეტეს ხმლები აი ესე ჩაგარჭეს და სიმძიმე ღუზა აი სიმძიმე დაგადეს ვენები ვარიკოზული აქაც იგივე ხრები ფეხები მენჯები კი თავიც აბსოლუტურად თავიც ასე ჯვაროსნულად ხართ გაკვანძული თითქოს რო დადიხართ აი ასე მეუნებიან ძვლებში ესე იგი ხმაურიაო რა ძვლებში არისო ხმაურიო გასაგებია მოდით ახლა ჩვენ აი ესე ვქნათ მესამე ვარიანტი აი ესე რომ მიგრძნობს ხოლმე გული ну საშინელება აი ერთი რაღაცა ჩამოწყდა აქ ნახეთ ჩამოწყდა აი აქ ფეხი ხო ფეხზე ჩამოწყდა თავი კისერი აქ ნახეთ შავიც რა დღეშია მეგობრებო ძალიან ძიმე სიტუაცია შემოვიტანე კვერცხი მესამე ვარიანტი თეთრზე გადავუსმევ ესე და აი ასე ვიზავ მე დამეწუწოს ოხო დავაცადოთ აბა რა იქნება მოკლედ მეგობრებო ნახეთ რა საშინელებები ამოვიდა ну აქ ხო ხმაურობენ სანთლები ნახეთ მესამე ვარიანტი ეს არის ტრეშ რო იტყვიან ტრეშ საშინელება აქაც აი ეს არის ნაყოფი ახალი ნაყოფი რო ვიცახდი აი დატყეპებული აქ შავი მაგია კრადნიკებია აი პირსისხლიანი რა კრადნიკებია გენაცვალეთ მესამე ვარიანტი აქ კიდე ну აქაც ნაყოფი ამოვიდა მოიხარშა კვერცხი ნახეთ ხედავთ ხალხნოს ასწაულები აი კიდე ამ ხელიდან გამივარ ნახეთ ქვევით შეხედეთ აი აქ მოიხარშა კვერცხი ნახეთ აი ეს არის კრადნიკები ჯადოები კი შავი სანთელიც გაგიჟდა თეთრი სანთელიც გაგიჟდა ნახეთ ზემოთ რო ამოდის აი სუშნასწები ეს მიკრული ეს არის კლადბიშენსკი ეს სასაფლაოზე ნამუშევარია რომ ნაყოფი აი როგორ ჩაგახედოთ ღმერთო ჩემო ერთი წუთი აი ხედავთ ნაყოფი კვერცხის გული და თავი აი ნაყოფი მიხვდით ნაყოფი ამოვიდა აბა ეხლა მე აი მოგიმზადეთ მესამე ვარიანტი იგივე მე
თეთრი თეთრმა როგორ იტირა, გაგიჟდა ჩემი თეთრი სანთელი. გაგიჟდა. ეს წითელი ძაფი. ეს მარილი მეგობრებო. ეს ესე. არ დაიწვა, ხო და ეხლა ჩვენ წავუკიდოთ ეს თეთრი სანთელიც გადაირია. არ დაიწვა. იმიტომ რომ კრადნიკებია აქ სასაფლაო დაფიქსირდა, როცა მე ჯანმრთელობაზე ვმუშაობ. მიხდით? დაიწვას მინდა დაიწვას და აი ასე. კარგად წაეკიდა. ძაფიც დაიწვა. კარგად წაეკიდა, უკვე მომეწონა. მომეწონა უკვე. შემიძლია დავამაგრო. ერთი წუთი აქ მე ფოკუსნიკობა უნდა გავაკეთო, ისი არ გამომივა. აი ასე, თუ არ გადაიქცევი, კარგია. მადლობას გეტყვი. ხო, მეგობრებო, მე ახლა აი ჩაიწვა კარგად. მე ახლა ამას რახან კვერცხია, აი ესე დავდებ თეფშს. და ამას ესე დავდებ. ნუ რა ვქნა? აი ესე მომიწევს, აი, ურეთ. რა ვქნათ, ესაა მაგია, ჩემო კარგებო, აი თქვენი გულისთვის რეებს არ ვაკეთებ. ნახეთ, რეებს არ ვაკეთებ. ხო გითხარით, ის არის მეთქი, რა ქვია? ნაყოფი. ნაყოფია მეგობრებო. აბა. ნახეთ, გული როგორ გაიხსნა, გათონთხლოვდა გული თვითონ. მიხდით? როცა ესე არ უნდა ექნა, მიხდით ხო რას გეუნებით მესამე ვარიანტი? ხედავთ რები ხდება. მაგრამ მე აქაც მაქვს მომზადებული, ჩემო კარგებო. ამას ერთი ცალი ეყოფა, აი. ეხლა შავზე გავაცხელებ, შავზე უყურეთ. გავახურებ, და აი ესე შეურჭობ, აი, თქვენი ნახეთ წკაპწკუპ. აი ეს ეყოფა, მთავარი ესე გაუყარა ნინიამ. მიხდით? ეხლა აი ამ ყველაფერს აი ესე ავამტყოფობებს. უყურეთ. უკაცრავად ამ სიმღერებისთვის, მაგრამ ესე უნდა. აი ასე მეგობრებო. აი ასე. აბა, ხედავთ? რები მოხდა აქ. ჩვენ რასაც არ ველოდით. აი ასე. და ახლა მე ესე მინდა ჩავკეტო. ჩვენ თეთრზე ვუკიდებ. და ბეჭედს დავადებ ესე, ჩემი ხელიდან. დავხურავ. რომ ვერავინ ვერ გახსნას, უკან არ მობრუნდეს. მიხდით?
მესამე ვარიანტი გოგოები, ბიჭები, თქვენი ყველა ეს ავადმყოფობა ეს არის კონკრეტულად ჯანმრთელობაზე. მწვანესანთელი ნახეთ, ჩემთან ერთად ლაპარაკობს. ნახეთ, რა დღესშია? ოპა, არა, იქით გადავდგავ. ასე. მოკლედ, ესე. ესა თქვენი კვერცხი, ავადმყოფობები. მეგობრებო. ნახოთ ახლა ძვირფასებო. მესამე ვარიანტი. თქვენ. აბა როგორი გასუფთავება მიიღეთ, როგორი გასუფთავება მიიღეთ. ერთის უნდა განახოთ, გეხვეწეთ. ამას უყურეთ ამას. ეს არის საშინელება, ნახეთ. ეს არის საშინელება, ხალხო, ნახეთ რეებია. ამ სანთელს ეს არ ჩვევია. ნახეთ რეები მოხდა. აბა ამაში მე ხო რუნა მაქვს და დაცვები, ხო? იცით რა არის, აი ეს უნდა ჩავაქრო უკვე. აღარ აქვს მნიშვნელობა, ტყუილა ფოლგა იწვის ეს. ამ ორმა იმუშაოს და შავზეც ნახეთ, ხა მეშინია ეს რომ მოვიტანო მწვანე არ გადაყირავდეს. შავი ნახეთ, შავი. ნახეთ რა დღეშია შავი. აი. ჩანს ხო შავი? აბა. მოკლედ ნახოთ, აბა მესამე ვარიანტი. კი, როგორ არა. იცით რა არის, ურთიერთობა გაგეხსნებათ სიყვარულში, გოგოებო და ბიჭებო, თქვენც ნახეთ, ახალი სიყვარული, გოგოები, ბიჭები, გულის ჩაკრა, ანუ გული, ნაღველი, დარდები, რაც გქონდათ, ხო, გოგოებო, ბიჭებო, ის გადაგივათ, უკვე წავიდა და ახალი ამბები, ახალი შემართებებით იცხოვრებთ, აი სუყვავილებში და გვირგვინებში და იავარდებში რა, გამოჯამრთელდება ორგანიზმი. კი და ძალიან სწრაფად. არ არის გამორიცხული, რომ პიროვნებას შეხვდეთ, ან მოვიდეს, შერიგდეთ. ხედავთ, ჯანმრთელობაზე მოხსენი და პიროვნება გამოჩნდა. ან ბიჭებო თქვენ კიდევ, ან ოჯახებში ბიჭი ჯანმრთელდეს ღმერთმა ქნას, ვისაც პრობლემა აქვს და ან ავარიის მერეც ესე ამბობენ და ბიჭებო თქვენ კიდე როგორ იცით, წინ წახვალთ უფრო ცხოვრებაში, დიდ ნახტომს გააკეთებთ, მიხვდით? ანუ გზები გაგეხსნებათ, რომ ეს ავადმყოფობები რომ მოგშორდებათ, ხო? უკვე გზები გაგეხსნებათ, მიხვდით, გოგოებო, ბიჭებო? კი და მელაკუდასავით მოქნილი გახდებით თქვენი სხეულით, ნახეთ, ისევ ეს ქალური ეშხი, მამაკაცური ეშხი ისევ დაგიბრუნდებათ, გონებრივი ცუღლუტობა ისევ დაგიბრუნდებათ, თქვენი დრო მე უყურეთ დაკარგული, ფუჭად არ ჩაივლის, რაც წამლების სვით და ოპერაციები იყო გაკეთებული და რაც გაჭამეს და გასვეს ჯადოებით და დრო ტყუილად დაკარგეთ, ხო? თუნდაც ოჯახის წევრებზე, ხო? იცით რა არის? განახლდება ეს ყველაფერი, გამოჯანმრთელდებით. ნახეთ, რამდენი ჯანსაღი საკვებია, ჯანსაღი, უყურეთ? ძალიან კარგი მიხარია და ნახეთ როგორ არა 100%-იანი მზე. აჰათ, ნახეთ. პირდაპირ გიბრწყინავთ.
ძალიან მიხარია. ისევ ვინც ლიდერობდით, ლიდერი იქნებით ისევ. ძალიან კარგი. აბა ნახოთ ახლა ბუმერანგი მტრებს, ბუმერანგი მეგობრებო. ბიჭები, გოგოები, მესამე ვარიანტი ბუმერანგი. მეფე კვერთხები ამოდის, ესე იგი, ქალზეც გადავიდა. კი, ქალსაც დავარტყით და კაცსაც. კი. ესე იგი, პიროვნება ეს ჩარეული იყო, მანიპულატორობდა, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ ურთიერთობაში ვიღაცა პიროვნება მანიპულატორობდა და ეხლა თავისივე ეს ჯოჯოიები და მანიპულატორობა თვითონვე დაუბრუნდა, ანუ გონებრივად, მენტალურად თავის ტკივილები ეხლა იმაზე გადავა, ვინც ეს თქვენ გამოგიშვათ, იგივე ამოდის 4-იანი ხმლები, ეს ზიზღი, წაჩხუბება, სპეციალური ხმლების ჩარჭობა, აი არასასიამოვნო ინფორმაციების სპეციალურად ლაპარაკები, მიხვდით, აი ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდებათ, თავიანთი ჭორები, შურები, მეფე მონეტების, ესე იგი, რო ვერ გქონდათ გადაწყვეტილება რო გინდოდათ გამგზავრება, სანთელია ერთი წუთით როდის დაითხვარა, რო გინდოდათ გამგზავრება და ნაბიჯს რო ვერ ადგავდით, ან ფეხი გტკიოდათ მაგალითად, ხო? ან ერთი წუთი ეს უნდა მოვაშოროთ, თორე ეს არ შეიძლება, მეგობრებო, ხედავთ? აი ესე ჩუმად, აი ესე შეუმჩნევლად რო გაგიკეთეს ნეგატივი, როგორც ახლა ამ სანთელზეა, ხო, შავი როა დაწვეთებული. აი ესე მიუბრუნდებათ, მიხვდით? აი ესე ჩუმად მიუბრუნდებათ, მეგობრებო, ძალიან კარგი. ან თვითონ მოუვათ ავარია ტრანსპორტზე, არ არის გამორიცხული, ან მარშრუტკით თუ იმგზავრებენ, ამასაც მეუნებიან, რომ ამას ესეც შეიძლება, რომ იქაც ქუჩაშიც თვითონ საზოგადოებრივ ტრანსპორტით მოუვიდეს ავარია, ან ფეხი მოყვეს სადმე, მიხვდით? და თავისა ეს ყოყლოჩინობას დაკარგავს, გინდ ხალი იყოს, გინდ კაცი, ჯანმრთელად ხო აღარ იქნება, რომ ფეხი ეტკინება, ფეხზე დავარტყით პირდაპირ. აქაც კიდე დაიჩოქებიან 6-იანი ხმლები, ესე იგი, მომვლელიც კი არ ეყოლება, მიხვდი, ყველა დასცინებს, რომ აი ესე რომ სხვებს რომ გაუკეთეთ ცუდიო, ეხა მარტო დატოვებენ და ესე იგი მომლელიც აღარ ეყოლებათ, გზები, ფეხები ჩაეკეტება ამ გოგოსაც, ძალიან კარგი, დედოფალი მონეტების, აი ყველაფერს ავადმყოფობაში და ექიმებში გენაცვალე დახარჯავენ, ან დედა გაუხდებათ ცუდად, ან ვისი იმედიც ჰქონდათ, ის ქალი გახდება ცუდად, პირიქით ცუდად მოექცევა, თბილი რო ეგონათ, ძალიან კარგი და 3-იანი თასები, ეს ვიღაცა გალოთდება, ან დამოკიდებული გახდება სასმელზე, ან ნარკოტიკებზე, კაციც და ქალიც, ან წყვილები არიან, არ არის გამორიცხული, კი და ესე იგი ემოციებიდან გამოფიტვა რა, ეს დემონები ეხლა თვითონ გადავიდა ამათთან. გადასარევი რა პირდაპირ და იყოს ასე სამივე ვარიანტზე, მე როგორც თქვი აქ, ისეც იქნება და ასეც არის. უკუნისამდე. ამინ. ეხლა თქვენი მდგომარეობა, აბა როგორ გაიწმინდეთ, მეგობრებო? მშვენივრად, აი იდეალურ ფორმებში, თქვენი სხეული, გოგოებო და ბიჭებოც გამოჯამრთელდება, ანუ რელაქსს მიიღებთ რა, რელაქსი და გარდაქმნა მიხვდით თქვენი ორგანიზმის, უითავრდამე ხვა კი ნამდვილად ფულზე იქნება საუბარი, ოკეანე გამგზავრებაზე იქნება საუბარი, ძალა მოგეცემათ, მოძრაობა, შეიძლება იხტუნოთ კიდეც უცებ, აი კარგი იდეები მოგივათ თავში და ჩაკრებს, ვინცაც არ უყურე, ვინც არ უყურეთ, ჩემ ჩაკრებს 7 ჩაკრების წმენდაა და აუცილებლად უყურეთ, მეგობრებო, აუცილებლად
ძალიან კარგი მიხარია, მეგობარიც გვერდზე გიდგათ, მოქნილი მეგობარი, აქაც 1 2 3 ახალი მეგობრები მიხვდით და პატარ-პატარა კიდე ნაბიჯებს გადადგავთ მომავლისთვის, რომ მყარად დადგეთ და გამოიჯანმრთელოთ თქვენი ორგანიზმი, როგორც ფიზიკურიო ამბობენ, ასე შინაგანიო. მე თმებზეც ვლაპარაკობდი, ტყუილა არაფერს არ ვამბობ, უკვე მე რამდენად დაგიმტკიცდათ და უყურეთ, თმებიც კი გამოგიჯანმრთელდებათ. არის ესეთი ჯადოები, რომ თმის ჯადოს აკეთებენ, მეგობრებო. მოკლედ, აქ მე აი ამ ყველაფერს, რაც აქ მე თქვენ გაჩვენეთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, აი პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი თქვენს წინაშია. მე აქ მერე დავხურავ აი ამ ყველაფერს, უბრალოდ თქვენთან აი ამას გავაკეთებ. მიხვდით? აი ამას ყველაფერს დავხურავ უთქვენოდ, დავამთავრებს ემას, აქ უყურეთ. აი რეები გამოვიდაო, დემონები და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, საშინელებები იყო, აქ უბრალოდ ფეხები გამოვიდა, აეკრო, აი ნახეთ, ფეხი პირველი ვარიანტი, აეკრო, კურდღელი, აი ნახეთ, კურდღელი, ხელი იყო და მოტყდა, მოტყდა, ხელიც იყო, ხელიც გაიწმინდა, ყურიც და უბრალოდ წერან რომ ეს ხელი გავიწმინდე, მოკლედ აი ესე გადავაგდებ ამ ყველაფერს მერე. ძალიან კარგი მეგობრებო. ეს მესამე ვარიანტი ჩაიწვება. აქ ამოვიდა, უყურეთ, ფეხი ფეხზე გადაჯვარედინებული, აქ ნახეთ, ესე იგი ფეხებიც რო გქონდათ შეკრული, ტკივილები გქონდათ ბევრს და ვერ გადიოდით, ან შიშები გქონდათ თავზე, ნახე როგორი ქაფი გაქვთ, აი საწავედი, ქაფი გაქვთ თავზე, უყურეთ, აი 1 2 3 ეს ცუდი აზრები რომ მოგდიოდათ თავში. ნახეთ ეს შავი სანთელი როგორ ტირის და რა დღეშია. ნახეთ რეები ჩამოსდის, ნეგატივები და ეს არასასიამოვნო რაღაცეები, მოკლედ. თქვენთან იყო ნინია. ეს ჩაიწვება, მეგობრებო. ესეც მინდა განახოთ, რომ აი როგორ ტირის უყურეთ, აი ნახეთ. საშინელება ხდება ეს გეუნებით, ეს არის, რა ვიცი რა, ამას ეს არ ახასიათებს. აქ მე ცეცხლი გამიჩნდა, წეღანაც, ეხლაც და ნახეთ რეები ხდება. აი ეს არის სამივე ვარიანტის, ჩაიხედეთ შიგნითაც, რეები ხდება. ოპა. აი აქ წავიდეს ყველა თქვენი დამაწყევარი, ვინც თქვენთვის აი ეს ცუდი მოინდომა, აი აქ ესე ჩამოდის ახლა. ჩამოდის და ჩამოდის, მეგობრებო. თან მე ხო ისე არ ვიწყებ რიტუალს, აქ დატვირთულია ლოცვებით, აქ მე უფლება მაქვს აღებული რომ ვიმუშაო, ესე არ შეიძლება. იყო ძალიან კმაყოფილი ვარ რიტუალით, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, 3 ლარი გადაიხადეთ, გამოისყიდეთ, მეგობრებო, ისევ თქვენთვის და 3-ჯერ უყურეთ რა, 3-ჯერ, ანუ დღეში 3-ჯერ კი არა, ყოველ დღეს 3 დღე უნდა უყუროთ, 3 დღე. მოკლედ, აბა დროებით და კიდე შემოვალ ძალიან მალე გაშლებით. მე მთხოვეს რომ იქნებო აი შავი მაგიის რიტუალის მერე ბუმერანგი რა წაუვიდაო ემათო რა ქვია ჩვენ მტრებსო, მაგრამ მე ისედაც ვიცი რომ არ მითხრათ, მადლობა, მაგრამ ვიცი,
კარგია რომ მაინც თქვით, უბრალოდ მე დროს ვაცდი ხოლმე მეგობრებო, რომ ესე იგი ჯერ ხომ უნდა გავიდეს რამოდენიმე დღე, ერთი კვირა მაინც ხო, რომ იმოქმედოს და მიუვიდეთ, მიხვდით კარგად და მერე რა თქმა უნდა ჩავატარებ მაგ რიტუალის იმასაც, მაგაზე გულს არ დაგწყვიტავთ მეგობრებო, ნინია ხო, კიდე ერთი თხოვნა მაქვს WhatsApp-ზე, აი რაც არ ეხება ჩაწერებს და რიტუალებს, ძალიან გთხოვთ, ზედმეტად არ გეწყინოთ არავის, რამოდენიმესთვის მომიწია თქმა, რომ აი მუშაობ, ხელი მეშლება. კი, პასუხს ვცემ, მაგრამ მერე რო გააგრძელებთ ხოლმე, ესე არ მცალია, ჩემო კარგებო, მე აქ ხარ ვერთობი, მე ხალხთანაც მუშაობ და ხელი მეშლება იმ დროს, მიხვდით? და ძალიან გთხოვთ კორექტულობა გამოვიჩინეთ და ძალიან ესე არ გააგრძელოთ ხოლმე რა და პასუხს თუ არ აქცევთ, ნუღა გამიგრძელებთ, ხო? WhatsApp-ი იმიტომ არაა, რომ მე თქვენ გემესიჯოთ, ხო? თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა და თუ რიტუალებს ეხება და ჩაწერას ეხება და კონსულტაციას, იმიტომ არის WhatsApp-ი, მიხვდით, ჩემო კარგებო? გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ნახეთ კიდევ, აი რა დღეშია, უყურეთ. ნახეთ, აი ჩამოკიდებული ადამიანი. ეს თქვენ მხრებზე იყო ჩამოკიდებული სულები. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს გისურვებთ.